და თავას ვიტყვი. ყველა ძალიან კარგად ვიცით თუ რა ბრძოლაში ვარ ჩვენ. ის 80 დღე რომელიც დარჩა არ განსაზღვრავს უბრალოდ გამარჯვებას და დამარცხებას. რომელიც უნდა დამარცხდეს არჩევნების შემდეგ და დატოვოს თანამდებობები, ანუ გუნდმა და გამარჯვებული მოვიდეს თანამდებობებს. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მეგობრებო, ეს 80 დღე არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გამარჯვებული გუნდი განსაზღვრავს მომდევნო 10 წლის ბეს ამ ქვეყნისა. ამაში ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული. სამწუხაროდ ჩვენ ბატონი ივანიშვილის მეცადინეობით აღმოჩნდით იმ ჭაობში, რომელ ჭაობშიც ვართ და მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი უახლოვდება დასასრულს, მაგრამ რომ არა თქვენი ეს ხმეობა, რომ არა უწევი პოზიცია უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად დაშინებებისა, მიუხედავად ბელმისა, მიუხედავად ჩვენი მხარდაჭერების დაჭერისა, მიუხედავად ჩვენი ლიდერების ციხეში უკანონო მოსავსებისა, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანს, ერთ ადამიანს მილიარდები ვანიშოს ესე მოებიალა, აი მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ წაგვაქცია, ვერც ერთმა მილიარდმა ბატონმა ივანიშვილისა. პირიქით, გავსწავლით წელში და გავეკეთ საფინანსო ლაუჯობებს ნამდვილად ქვეყნის საკუთრებას მონოპოლოს გამარჯვებას. აი ამ ბავშვებს და ბავშვებს საკუთრებას. დამეთ ხოლში არ ჩამეთულოთ უკიდურეს ჩვენ თვითონ ჩვენ გას რომ დავენახა რომ ქვეყანა ვითარდება, ბევრი რამ კეთდება, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ბატალი არ მოხდება და მართლაც აკეთებს იმას, რასაც დამკვიდრა, ბევრი ჩვენ გარეთ ეს არ იქნებოდა. შეიძლება მეც არ ყოფილიყავი, შეიძლება ბატონი რომანის არ ყოფილიყო და შეიძლება გოგაც არ ყოფილიყო. ხო, ჩვენ თვითმიზანი არ არის, ვიყოთ ოპოზიციაში და ვაკრიტიკოთ ხელისუფლება რაც არ უნდა გააკეთოს. არავითარ შემთხვევაში ჩვენი თვითმიზანია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, მაგრამ რა ვთქვათ, რომ რეალობა ეს არის, რასაც ჩვენ ვაპარაკობთ. მაგრამ სამწუხაროდ ივანიშვილს თავის მეგობრებთან ერთად რომლებიც უბრალოდ ბაცვის წევრებთან ერთად რომლებიც ეს მინისტრებად დანიშნა, რომელიც ანალოგიას ევროპის კონტინენტზე არ არსებობს, ხო? იყო ადამიანი პირადი მცველი დანიშნა უშიშროების მინისტრად, ეხლა კონსტიტუციის განუსაზღვრელად 7 წელი უნდა იყოს. იყო ადამიანი მისი ოჯახის წევრების კუნდალი ეკიპი დანიშნა ჯანდაცვის მინისტრად, იყო ადამიანი მისი ასე ვთქვათ დაცვის ერთ-ერთი წევრი ასევე დანიშნა სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის სამსახურზე და ძალიან ბევრი ყველა მაღალი თანამდებობა რეალურად დაიკავა მისმა ვიწრო გარემოცვა. და ამ ადამიანს სლოვაკიის ხეილიდან ნამდვილად მიაჩნია, რომ დაემაში გულწრფელია ნამდვილად, რომ ქვეყანა არის სწორ გზაზე, რომ ხალხს ამ ქვეყანაში არ უჩენს. ამაში ნამდვილად არის ამ კომპონენტში იგი მართალი. იგი ფიქრობს ის სამისი სლოვაკიის ხეილიდან იმ გარემოცვიდან, სადაც ის განმავლობაში არის 50 ადამიანი ემსახურება და 50 ჰექტარამდე აქვს უკვე მითვისებული ისტორიულ ძველ თბილისში. ტერიტორიისა 50 ჰექტარი. ის სადაც ცხოვრობს და დანარჩენი აბა არ გაბა. თქვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაცა 1-2 ჰექტარი არ მოგვიჯოს ბოტანიკურ ბაღს, რომელიც ბალანსებს არის 97 ჰექტარი. ამიტომ ჩვენ ჩვენ ბევრი არაფერი არ დავჩენია გარდა ერთისა და თავარისა, რომ ვაოქტომბერს ყველა მეტად ხელი-ხელ ჩაკიდებულება დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მანამ სანამ საარჩევნო უბნები არ დაიხურება, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და საარჩევნო უბნებთან ივანიშვილს თავისი მილიარდებით მოვახდინოთ რევოლუცია, მშვიდობიანი რევოლუცია საარჩევნო უბნებთან.